გამარჯობა. დავიწყე ხმა. ადრე ქონდა YouTube-ს ფუნქცია პირდაპირ YouTube-ზე გადაგევა ვიდეო და ისე აკეთე ერთა. ეხლა ვერ ვნახე, იმენა აღარ აქვს. 12-ის რო ვიღებდი ხოლმე YouTube ვიდეოებს ინგლისურად. მეგონა რომ გლობალზე გავარდებოდი. მაგის მაგერად კლასელების დასვენება მივიღე, რომ შედეგად წავშალა ვიდეოები და მეგონა რომ ცხოვრებაში არც გადავიღებდი არასდროს ვიდეოს. და ეხაც ისე ვარ რომ ეს ვიდეო ან დაიდება, ან არ დაიდება, ან დაიდება და როგორც რამე დროგდა ერთი view კონდეს, ეგრევე წაიშალოს. ალბათ უფრო ჩემი თავისთვის წარ. ანუ დაედიტების თავიც არ მაქვს, არც თავი არ მაქვს თავი, არც ვიცი დაედიტება. არც არ მიცდია ნორმალურად ვიდეოს დაედიტება. რატო წარ ვიდეოს? იმიტომ წარ ვიდეოს, რომ ჩემ პერჩ ლაპარაკი მინდა რა. იქნებ და მე ვიღაცას გაუსწორდეს. იქნებ იმ ვიღაცას რო გაუსწორდეს, მეც გამისწორდეს ეგ ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩემთვის. და რო ძალიან მაშინებს ეს იდეა რაც ხავ ვაკეთებ. მაგრამ ლაპარაკი მჭირდება რა. რაღაცნაირი დღე მქონდა, აი ბევრი შემთხვევა მქონდა, რაც მაგრძნობინებდა თავს იმად, რომ დასრულება. რაც ვაინდა ვაინც არ მაგიებს ეგ იდეა. ან თულია, იმიტომ რომ იმის მიხედვით, რომ მაინც იგივე სისტემის ნაწილი ხარ და შეიძლება ახლა როგორც გიყენებ სისტემა, იმაზე უფრო უარესად გიყენებდა ბავშვობაში და უარეს გიკეთებდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაგ აღზრდის, გაზრდის, გარემოს სისტემის შედეგია ის, რაც მომავალში დასრულებაში ყალიბდები, როგორი ჩვევებიც კი ვითარდება, როგორი ნაწილიც ხარ საზოგადოების. იმის ვიღად რომ ხო ბავშვობაში ძალიან ძალადობს ეს სისტემა და გფუშავს და თვეში რაღაც იდეებს გიტანის. მაგის მიხედვით ნაკლებად იაზრებ მაგას და გასწორებს. ცუდია ხო ესეთი ტყუილი შვიდობასავითა, მაგრამ მაინც ასწორებს რა, რთულია. ყველაფერი მაშინ რთულდება, როცა იაზრებ რა, არ გააზრებულზე რეალურად არაფერი არაა რთული. როცა იაზრებ და ხარშავ, მენტალურად როცა გაწვება, მაგ დროს რთულდება ყველაფერი. ბოლო პერიოდი ძალიან მაწვება ბევრ რაღაცა მენტალურად. ან ისე რთულია, რომ ეს ხელი დავადო და ისე კონკრეტული რაღაცები გამოყო, რაც მაწვება ძალიან, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ და მაგის გამო აქ მომენტი, რომ ყველაფერს არა. მგონია, რომ ძალიან გაქცეული არ მაქვს და საკუთარ საკითხებზე პასუხისგებლობას საერთოდ რო არ ვიღებ და ეგეთი ადამიანი არ ვარ. მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი არის ჩემი ცხოვრების პრობლემების ის რასაც ქმნის სისტემა. რასაც ქმნის ავრობა, ანუ არ მაინდა-მაინც ეს კოცები წავიდნენ თემა არ არის ეს. ზოგადად რა ეს ნებისმიერი პარტია რო იყოს მთავრობაში, მაინც ანუ
ისე გისვამენ და ისე გიყენებენ კომპანიები, ისე გიყენებენ შენ ანუ ყველა მაგაზე არის რა. ვისაც ძალაუფლება აქვს, ყველა მაგას აკეთებს. რაც არ ვიცი, შეიძლება მეც რო ვიყო ადამიანი, ვისაც ძალაუფლება ექნება, ვაფშე არ ვიყო განსხვავებული ადამიანი, მაგრამ ნუ ეხა ის ვარ ის საწყალი ტიპი ვარ, ყველაზე დაბლა, ვისაც ყველაზე მეტი ფუში მოდის, ყველაზე ზემოთ დგომისგან რა. და არ ვიცი, მართლა არ ვიცი. აი ვირაც უნდა გამოიწოს ხარ, ავილაპარაკეთ, მე თვითონაც არ ვიცი, ანუ სული ქაოსია ჩემ ტვინში, პროსტა ვიცლები. არ ვიცი. აი რომ მოვქშები, მან გადავწყვეტ, დავიცალე თუ არ დავიცალე. და რამე შედეგიანი იყო, ეს თუ არ იყო შედეგიანი. რა შემიძლია ვთქვა? შემიძლია ვთქვა, რომ მოვყვები დღეს რომ აი რაღაცა ის რაღაცა შესავალი და ეხლა რასაც მოვყვები რა, ანუ თან ყოველდღიური პრობლემაა, პროსტა ნუ რაღაც დღეებში ძალიან გირტყავს, რაღაც დღეებში ნაკლებად გირტყავს რა და დღეს ჩემმა მაღაზიაში ვაჭრობა ძალიან დამარცხდა. ტარო გაქცეული ხილის ფასები ძალიან ცუდად მომხდა, ანუ 25 ლარად ვიყიდე, რა ვიცი, ნუ 200 გრამი ქლიავი და 200 გრამი ბალი მე მგონი რა. და ძალიან ცუდად ვიგზავნე თავი. მართლა რა, აი ვერაფრით ვერ ხვდები. კილოა, ჩემი გადაკილოა. კიდევ არ მყავს, მან არ ჩემ. ძალიან რთულია. ასად გართულდა ხო ზუსტად და ეს პრობლემებიც ყველაზე მეტად როდის მახსენდება, იმიტომ რომ სადღაც ყოველთვის ფიქრობდი რომ აი შვილი არ შემილია და რაღაცა ჩემი რაღაც კარიერა მინდა ისა. ბოლო პერიოდში ძალიან შემეცვალა წარმოდგენები კარიერა რაღაც ალბათ ის არის ყველაზე ნაკლებად მინდა, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე დიდ საშუალებას მაგ დროს აძლევ სისტემას. ვერ შევცვალე სიტყვები. ხო, და რო დავფიქრდი და რაღაცები გადავწონე. რაღაც იმქამდეც მივედი, რომ მე მგონი სადღაც მინდა რომ შვილიც მყავდეს. და მაგაზე რომ ფიქრ დავიწყე, უკვე ბევრ ყოველდღიურ რაღაცაშიც ეგ სადღაც background ფიქრად მაქვს, რომ აი ეხა ამის ფონზე მე რო შვილი მყავდეს. და აი მაგ იდეებს რო განვიხილავ, ანუ ისეთ შეგრძნება რჩება, რომ შეუძლებელია. შეუძლებელია ეგ გამოვიდეს ისე, რომ ან ის არ იყოს უბედური, ან მე არ ვიყო უბედური, ან ორივე არ ვიყოთ უბედური, რაც ყველაზე ალბათურია. იმიტომ რომ მე მაგ ფასებს რო უყურებდი რა, ეგ ხილის ფასებით მაგიტომ მომხდა ეგრე, რომ აი მაგაზე რო დავფიქრდი, რომ როგორ შეიძლება, როგორ არის შესაძლებელი, რომ კაი, ბევრგან კიდევ უფრო ატანადი სიტუაცია რა, ჩვენთან კონკრეტულად ჩვენთან ვილაპარაკებ, იმიტომ რომ არც ერთ ქვეყანა არ არის იდეალური კი არა, კარგთანაც ახლო რა, ჩემი აზრით. ყველგან ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ აი ეს ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება რო არ შეგიძლია ადამიანს, ეგ კარგად და ნათლად ჩანს ჩვენ ქვეყანაში. და ყოველთვის
ფიქრობდი, რომ აქ მინდოდა ყოფნა. რაღაცნაირად მიყვარს აქ ცხოვრობა და რაღაცნაირია რა. ყოველთვის ის განცდა მქონდა, რომ აი ესე თავისუფლად და იმ რაღაც მოშვებულად სხვაგან ვერასდროს ვერ ვიქნები თქო რა. რაც უკვე აღარ ვიცი რამდენად რეალური არის. ამ ყოველფრის ფონზე რანაირად შეიძლება, რომ ამ ქვეყანაში შვილი ყავდეს? არ მესმის. მე მანდ რომ მივდივარ და მაგ იდეასაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, მე საერთოდ ვიჭადებ. კარიერა არ მინდა, შვილი არ მინდა, მაშინ რას ვაკეთებ საერთოდ? არც ხო არის გამოსავალი, რომ ძალიან შურდა თეორიულად ყოველთვის ძალიან შურდა იმ ხალხი და ესე რომ მოიკიდებენ და რაღაც მოგზაურობენ ისე რომ აი რაღაც კაპიკებით და რაღაც იქ პატარს დაიმუშავებენ და იშოვიან რაღაც ფულს რომ მე კიდე იქ გადავიდნენ იქ მე რაღაც სადღაც დაწყებიან არა აქვს მნიშვნელობა ასად იქნებიან და რაღაც ძალიან შურს ეგეთ ხალხს მაგრამ მე არ ის მომენტია, რომ გირჩევნია სხვას გადააბრალო რაღაცები, მით უმეტეს მარტივია რომ დედას გადააბრალო რაღაცები, ვიდრე შენ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ხო. შეიძლება რეალურად უბრალოდ მეშინია. ვერ წარმომიდგენია ეგრე რომ მაინც შეიძლება მეც მართლა კონფორმისტი ადამიანი ვარ და სადღაც მე მეშინია რომ უცებ რომ რაღაც მოხდეს, აი იქ დაშვება ალბათ ძალიან მაშინებს. არ ვიცი. საბოლოოდ ეს გამოკიდებული ვარ ჰაერში. რთულია. მეუბნებოდა. რაც ვეუბნებოდა. მე მგონი ჩემი დაქალი მეუბნებოდა, რომ ნიჯერობა ვირიქითო, ერთ გარდატეხის ასაკიო. ეს არისო, რომ აი ეს mid 20s ყველაზე რთული პერიოდია ალბათ რა. ვერ წარმომიდგენია ამაზე რთული ვას რამე. იმიტომ რომ მე ალბათ სადღაც უკვე ეხა ჯერ რომ იმ პერიოდში ხარ, როცა აი მაინც შეგიძლია რომ თუ შეიცვალე აზრი დრო გაქვს, ასე ვთქვი, ანუ დრო ალბათ ყოველთვის გაქვს, უბრალოდ ნაკლებად იღებ მაგ რისკს. და ეხლა შედარებით სანამ გაქვს დრო და მაგისტრატი რო რისკი აიღო და შეცვალო შენი გზა სრულიად. გეჭყლდება ტვინი მაგაზე ფიქრით, რომ აი რა შეიძლება ვქნა და რა არის სწორი ჩემთვის. ზოგადად არა, ჩემთვის რა არის სწორი, იმიტომ რომ ზოგადის ის სწორი მგონია რომ მაგ თემაში არ არსებობს. ყველას თავისი გზა აქვს. იმ თვალსაზრისით, რომ ყველას ალბათ სხვადასხვა რაღაც უნდა ცხოვრებაში. მაგრამ აი ამ პერიოდში ძალიან რთულია მიხვდე რა კიდე. ძალიან ბევრი იდეა ეჯახება ერთმანეთს და ეს საბოლოოდ რაღაც შედეგი დიდად არ გაქვს. და კიდე უფრო გაშინებს. იმიტომ თუ რაღაც შედეგამდე ესე ფიქრში ვერ მიდიხარ, დიდი შანსია, რომ სადღაც ბოლოს უკვე აი დანებებულმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და იმას გაყვა ისე, რომ მეტია ბევრი აღარ იფიქრო იმაზე ეს იყოს სწორი შენთვის თუ არა და აი იქ ყველაზე მეტად მაშინებს ცხოვრებაში, რომ ჩემო კატამა აი ეს კარები გააღეს. უნდა შემოვიყვანა და მოვალ. ეს არის კამუ. კამიუს საპატივცემლად. იტა კამი. ანუ არა გამეხომ ესე და არ ვიცი რა მოხდა.
იქ ნიშანია ეს, რომ უნდა ჩავწეროს და არ ვიცი, ნახოთ. აიმე, თან რო ვინანო. Stăt mag თემაზე რო ლაპარაკობდი. ხო, stăt mag თემაზე ლაპარაკობდი, რომ სინანული არის ყველაზე მეტად რისიც მეშინია ცხოვრებაში. თან აი პატარ-პატარა სინანულებისაც მეშინია, რაც რო რამე ერთხელ ინანე და შეგიძლია, რომ ნუ მეორედ აღარ დაუშვა, თქვათ იგივე შეცდომა. მაგრამ იმ სინანულის ძალიან მეშინია ცხოვრების გზის არჩევას, რაც უკავშირდება, იმიტომ რომ მრავალჯერადი რამე არ არის რა, ყოველდღიურად რაღაც შეცდომას, რასაც შეიძლება უშვებდე მაგაზე, რომ ისწავლი ჭკუას და ინანებ და რაღაცას შეცვლი, რაღაც ხრევ კაია და შეექსინანული, მაგრამ ცხოვრების გზის არჩევა რო ვინანო, მაგის ძალიან მეშინია. აიქნებოდა რამდენიმე ცხოვრება რო მქონდეს. და გადავს თუ აქვს მართლა ცხაცხა. ნაუ. კი, მინდოდა რამის თქმა. არაფერი. ეს გიგონება დაწელი ტექსტი მქონდა ისე ამბო. კიდე რის თქმა მინდოდა ჩავშალ ჩემ ჩექლისტში. არ ვიცი. თუ მე ნახავთ ამ ვიდეოს, მithumedes თუ ბოლომდე ნახავთ. არ ვიცი, გამიზიარეთ თქვენსგან ცდით ამას. ალბათ კი. ალბათ ყველგან ცდით. რადგან ეს უნივერსიტეტის წლებში ბაკალავრს მქონდა ხოლმე განცდა, რომ არავინ არ განიცდის ჩემ გარდა ამ ყველაფერს. ახლა აღარ მაქვს განცდა, რაც უცნაურია. ანუ იმ შეხედვით, რომ მაშინ უფრო ქონდა ისეთი პრობლემები, რაც ეს პირადზე მეტად მაგალითად შეიძლება რომ იმ კურსის დონეზე დამეყვანა რა და არა პირად დონეზე, რომ ყველა კურსელს გვაერთიანებ, ყველას, ნუ რა, უმრავლესობა კურსელს გვაერთიანებ და იქ მაგალითად სტრესი, რაღაც, რა ჩავეძიები კონკრეტულ სტრესებს და რაღაცა არ ავხსნი, მაგრამ იმ შეხედვით, რომ მაშინ უფრო ჩემთვის ნაცნო ბევრ ადამიანთან საერთო პრობლემები და ფიქრები მქონდა, მაგის ფონზე მაინც მეგონა, რომ მარტო მე ვიყავი ესე. ეხა კიდე იმ შეხედვით, რომ აი ეს რაღაც უფრო პირადული რაღაცა, უფრო ჩემი შინაგანი ფიქრები არის. მაგრამ ამეთ პირიქით. უფრო ლოგიკურია, რომ ბევრს გაგვერთიანებს. იმიტომ რომ იქ ერთი უნივერსიტეტი და ერთი კურსი გაერთიანებდა მაგ ხალხს და აქ კიდე აბსოლუტურად ყველას გვაერთიანებს ეს სისტემა. თუ რაღაც ფულიანი სასტავის ნაწილში არ შედიხართ. და ძალიან გამიკვირდება ეგეთი ადამიანმა რომ აღმოჩნდა ჩემი ვიდეო. ანუ თუ პრივილეგირებული არ ბრძანდებით, მგონია რომ ალბათ ყველასთვის relatable არის ეს ფიქრები. არ ვიცი. ანუ რაღაც ალბათ ხომ და მქონდეს ბოლოს ამ პოინტი რაში ვხედავ გამოსავალს, ან კითხვა, რომ რა შეიძლება ვნახო გამოსავალი, ანუ არც ეგ მაინც კითხვა არ მაქვს, იმიტომ რომ მაგაზე ვერავინ ვერ მიპასუხებს, ანუ ყველასთვის ინდივიდუალურია ნამდვილად და პოინტიც არ მაქვს. არ მისულა ჯერ მაგამდე, რომ ამე პოინტი დავდო. თან რომს დავდო არ ვიცი, აი, ლაპარაკი ძალიან ბევრი ვიცი და კეთება ვაფშე არ ვიცი. ვაფშე არ გავყვები მაგ პოინტს ალბათ. რა, ორი დღე ყოფილი ვქნები ჩემთან, რომ ani, მაგრამ მოიფიქრე, ვერ დავკიდებ.
მაგასაც ვფიქრობ, რომ მე ვაფშე ყველაფერი ჩემი სიზარმაციდან გამომდინარეა ეს ჩემი პრობლემები. იმიტომ რომ არა, ალბათ არა. იმიტომ რომ ჩემი მეგობრების პრობლემურად გრძნობენ თავს რა ხშირად. აი, შორეულ ნაცნობებზე მაქვს ხოლმე ის ფიქრი, რომელთა რეალური ფიქრებიც არ ვიცი და მარტო Instagram stories რო ხედავ. მაგათზე მგონია ხოლმე, რომ აი, ხო ხედავ, ანი, ნახე, ისეთი ტიპის სისტემაში ცხოვრობენ, მაგრამ ნახე რა კარგად ცხოვრობენ. გეგონება, ანუ მეც ჩემს თორებში არ მეტყობა ისეთი თქოს რაღაც ბედნიერი ვარ. ვაფშე არ მაქვს რაღაც მუდმივი anxiety მაგაზე რომ რა ხდება, რა მოხდება, საით მივდივართ, საიდან მოვდივართ. დავდომ. ვარ დავდო. რატომ დავდო? ანუ ესე მინდა მაინც რაღაც ხალხთან საერთო მინდა აი მაგას ფიქრობ რომ რა მინდა ვიღაც ისგან ის გავიგო რომ იმათაც აქვთ ეს პრობლემა და უფრო შვიდათ ვიყო რომ მართლა მარტო არ ვარ ყველას გვიჭირს და ყველა ვეძებთ მაგას და მთელი ცხოვრებას ეგაა რომ ყველამ როგორღაც ეგ რაღაც არ მიპოვოთ ან ვერ ვიპოვოთ თუ რამე ვალიდაცია მინდა თუ აი რა მინდა ეგ არ მესმის არაფერი არ მესხდებით ანუ რაც დავიწყე საუბარი რამე არ დავაყენე კითხვის ნიშნის ქვეშ ანუ რთულია ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ ყველაფერი მგონია რომ რაღაც და იქნებ დართულია ანუ ზედმეტად ყველა ფიქრის და ყველა ემოციის და ყველა რაც კი გაგიელებს მაგის რაციონალიზაცია რო ხარ მიჩვეული ძალიან რთულია და ძალიან არასწორია მგონია რა ძალიან დაბოლელია ანუ მე დახტიხარ რა აქეთ ეხა მეც მე მგონია რომ ეგრე ძალიან არა მე მგონია თუ ისე შედარებით მივყვები შეიძლება ესე რა მაგრამ რაღაცებში გადაუხო და უმეტესად კიდე უფრო ვიცი ხოლმე გადახვევა რა ანუ რთული არის მე რომ ერთ რაღაცაზე კონცენტრირდი და რაღაცა ერთი ამოცანა ამოხსნა მით უმეტეს როცა რთულ ამოცანაზე არის საუბარი რა და რაღაც თოფური ესე დამტკიცება რომელიც ასევე უფრო რთულია და მე მგონი მაგრამ ეგეც ძალიან ხელისშემშლელია რა სიზარმაცის გარდა ისიც მაგარი ხელისშემშლელია რომ გარბის აკეთეთ ფიქრები თან დადებითად მაინც გარბოდეს ანუ რამე აი რაღაც დასტრესავზე რომ ფიქრობ და უცებ გადაიწყენება რაღაც სხვა რაღაცაზე ოღონდ კარგზე ანუ ეგ არ არის ისეთი ცუდი რა იმას ჯობია ვიდრე ერთი სტრესული ფიქრიდან მეორე სტრესულ ფიქრზე რომ გადადიხარ მე რო კებრუტებ მე სხვა სტრეს დამღლელია მაგრამ რაღაცა დავიცალე მე მგონი ცოტა არ ვიცი ნახოთ ძალიან მეშინია მე სანამ დავდებ ან არ დავდებ ჩემ მეგობარს ვკითხავ და ალბათ მივედობი მაგ პასში დავდო თუ არ დავდო მოთ არ ვეტყვი რომ დავდე უბრალოდ კი ანუ ვეტყვი რომ დავდე მაგრამ არ ვაჩვენებ ვიდეოს არ მინდა თუ ვინმე იპოვის ვიდეოს თუ უყურებს მინდა რომ თავისით ეს შემთხვევითობის პრინციპით მოხდეს ეს ყველაფერი ეს იყო რა ერთად ცოტა სამშაო მაგამ და სამშაო ალბათ ჯობია დავასრულო მაგრამ რაღაცით გაიგო თუ არ დავდო ვით რაღაცით გასწრ არ იყო ცუდი ესა ჩემი მესამე კატა ისე რომ დაგანახეთ ცეცხლნა დაგანახოთ ჰობი
ჰობი მტოქია, რომ 2018-ში K-pop face-ი მქონდა ცხოვრებაში, fake. და BTS-ის J-Hope მიყვარდა. და ჰობი დავარქვი. კილოას იმიტომ დავარქვი, რომ კილოა მიყვარდა Hunter x Hunter-დან ანიმედან. და კამიუს პონჩი. ეს წავიკითხავ. კამიუს მოთხრობებს დავიკითხავ. კაი გამახსენდა. ცოტა ან გამომიყვანს, ან უარესად შემათრევს. Who knows? We will see. დავასრულებ ამით.